იცით თუ არა რა არის ვაზის ლოკოკინა? არა, ცხადია ლოკოკინა გვინახავს კიდეც, გვსმენია კიდეც, ვიცით როგორ გამოიყურება, მაგრამ აი ასე კონკრეტულად ვაზის ლოკოკინა რომელია და როგორია? როგორია პრინციპში ვიცით, ხო? რომელია? შეიძლება არ ვიცით, ხო? ბევრი არაფერი ვიცით მის შესახებ. მაგალითად, ესე იგი ფილტვიანების ქვეკლასის უხერხემლო ცხოველი მუცელფეხიანების კლასისა. იცოდით რომ მუცელფეხიანების კლასისაა ლოკოკინა? ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, აქვს სპირალურად დახვეული ნიჟარა, ესე როგორც მე ვხვდები, მოძრაობის დროს ნიჟარას ზურგით ატარებს, ეს გასაგებია, ხოლო საფრთხის ან არასასურველი გარემო პირობების დროს ნიჟარაში იმალება. ნიჟარა ცხოველთან ერთად იზრდება და იხვეწება. კი არა, იხვევა, ოპა. ნიჟარის ზომამ შესაძლოა მიაღწიოს 60 მმ-საც კი, ანუ 6 სმ-ს, ხოლო წონა 30 გრამსაც. ცოცხლობს 5-7 წელიწადი. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის ქვეყნებში. საქართველოში ხშირია, განსაკუთრებით ადამიანის საცხოვრებლებთან, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, ეზოებში, ვაზის ლოკოკინა საკვებად გამოიყენება და დელიკატესად ითვლება. იცოდით? მეც ვიცოდი, ვიზუალურად ეს ლოკოკინა გამოიყურება აი ასე. თუ კარგად არ ჩანს, მართალია ახლა მიმალულია, მაგრამ მე შემიძლია ასე გაჩვენოთ. ნახეთ, ცოტა გამოყოფილი აქვს თავი. ხო, მიწეპებულია ყოველ შემთხვევაში, ასე ვიტყვი. და როგორც კი საფრთხეს აღარ იგრძნობს, თუ ჩვენი ვიდეოს ჩაწერისას დაემთხვა, გამოდი რა. გამოვაკიდეც, ამოხობს ჯერ ორ ყურსა თუ რქას, ამდენად სწორედ ვამბობ, არ ვიცი, და დაგვენახება თუ არა გადავდებ, არ შევაშინოთ და გადავდებ და თუ გამოხობს თავს, მე მას უფრო ახლოს გაგაცნობთ, არა. სახელებისთვის არ დამირქმევია გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ აი ახლა ეზოში ჩასვლისას შეგნებულად ჩასვლისას მოვიზიე, ბევრია ჩვენთან ეზოში, მოვიზიე პირველი ავიღე და აგი გაგაცანით, რამდენი წლის არის, არ ვიცი, დაახლოებით ესე 3-4 წლის, არც თუ დიდია და არც პატარაა. რატომ გამახსენდა ლოკოკინა? არ ვიცი იცით თუ არა, ვინ არის ადმირალი ენტონი რადაკინი. ენტონი რადაკინი არის ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ყოფილი უფროსი, ასე ეს არის შესაბამისად სამხედრო ჩინის მფლობელი კაცი, ადმირალი და ის აფასებს ასე უკრაინა-რუსეთის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, მოსკოვისთვის მძიმე მდგომარეობას. 2022 წლის 24 თებერვალს ლოკოკინას რომ დაეწყო მოძრაობა დონის როსტოვიდან დასავლეთის მიმართულებით, დღეს მას გავლილი ექნებოდა მთლიანად უკრაინა და ნახევარი პოლონეთი მაინც. ცხადია, არ უნდა შეხვედროდა პატივცემულს არანაირი წინაღობა, ამას გულისხმობს ადმირალი. და ალბათ მაინც ერთგვარად გადაჭარბებულია, ჩვენ არ ვიცით რა სიჩქარით მოძრაობს ლოკოკინა, მაგრამ მეორეც მხრივ ვიცით რომ ესე იგი 24 თებერვლიდან 2022 წლისა 3-ჯერ 365, 2-ჯერ 365 დღე და ერთხელ 366 დღეა გასული და პლუს გასულია, ესე იგი 24 მერე უკვე მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი მალე გასრულდება და ესე იგი 30 დღე 7-ჯერ 210 დღე მინიმუმ გელაპარაკებით. მოკლედ, ამბავია რომ ძალიან დიდი ხანია, ძალიან დიდი 1400-1500 დღეა, როგორც ჩანს, ხო, დაახლოებით, ხო, თუ გრებოდ გადავიანგარიშოთ. ესე იგი 365 გამრავლებული 2-ზე პლუს 366 პლუს 210. ხო, 1300 დღეზე მეტი იქნება მალე, რაც უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ომი და უკრაინის მთლიანი დაპყრობა სცადა, ოღონდ ვერაფერს ვერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინიადაში ჩარჩენილი პირები, რუსები, ანუ
ქართულგვარიანი რუსები დღენიადაგ იმას გვიმტკიცებენ და გვეუბნებიან, რომ რუსეთს რა დაამარცხებს ხალხო. რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა ხალხო. თქვენ არიცით, რომ რუსეთს შეუძლია არა თუ უკრაინის, არამედ ნახევარი ევროპის თუ მთელი მსოფლიოს დაპყრობაც არა შეერთებულ შტატებს ალბათ ვერ დაიპყროს, მაგრამ ისიც ალბათ, მაგრამ რომ მოინდომოს შეერთებულ შტატებსაც კი შეუქმნის პრობლემებს. თქვენ არიცით, როგორი ზემლია თუ ვოზდუხ თუ ასე შემდეგ, როგორი რაკეტები აქვს რუსეთს ამას და თუ აქვს. რა ვერ წაიწია წინ ლოკოკინის სიჩქარითაც კი. აქ რო არ გავიხსენო გენერალი სირსკი, რომელიც დღეს სწორედ აკეთებს ერთ ფრიად საყურადღებო განცხადებას, ალბათ წარმოუდგენელია. გენერალი სირსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდალი, ამბობს, თუ დობროპილის მიმართულებას შევხედავთ, რუსებმა 13.5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. 13.5 კვადრატული კილომეტრის დააკავება კი სახუმარო საქმე არ გეგონოთ, ბატონებო, მართლაც კვადრატული კილომეტრი არის საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია. მაგრამ შემდეგ რუსებმა დაკარგეს ამ მიმართულებით 25.5 კვადრატული კილომეტრი. ანუ ჯამში -12 კვადრატულ კილომეტრში არიან. პაკროვსკის მიმართულებით მათ დაიკავეს 5 კვადრატული კილომეტრი ფართობი, მაშინ როცა ჩვენმა ჯარებმა, ან უკრაინელებმა დაიკავეს, ეს არ გამოდის ამასობაში, შეშინებულია, მეგონი ჩემი ხმა აფრთხობს, 26 კილომეტრზე აღადგინეს უკრაინელებმა კონტროლი. ჩრდილოეთ სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 4 კვადრატული კილომეტრი გაანთავისუფლეს. აგვისტოში მთლიანობაში კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრზე აღდგა უკრაინელებისა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ეს აგვისტოში. და აღარ ვლაპარაკობთ ივლისზე, აღარ ვლაპარაკობთ ივნისზე, მაისზე, აღარ ვლაპარაკობთ ნოემბერში რა მოხდება, ამავე წლისა ან მარტში რა მოხდება, მომავალი წლისა მაგალითად. მოკლედ, ის თქმა მინდა, რომ რუსებს მართლაც რომ ემოძრავათ ყოველგვარი დაბრკოლების და შიშის გარეშე და ემოძრავათ მთელი უკრაინა გადაეკვეთათ, უკვე ნახევარ პოლონეთსაც გაივლიდნენ, მეთქი რომ ემოძრავათ თუნდაც ლოკოკინის სიჩქარით, მაგრამ მათ დახვდათ წინააღმდეგობა, ისინი შეეჩეხენ წინააღმდეგობას და ისინი კი არ იმარჯვებენ ბიზინა ივანიშვილის მომხრეებს, მიმართავ პირველი ცხოვრების, აგრეთვე იანუკოვიჩის მომხრეებს, აგრეთვე ზოგადად რუსების მომხრეებს, რუსეთის მომხრეებს, ისინი კი არ იმარჯვებენ, არამედ მარცხდებიან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსებს, ისევე როგორც ბიზინა ივანიშვილს, ჩვენ შემთხვევაში მოკლედ დიქტატორულ რეჟიმს პუტინისა და დიქტატორულ რეჟიმს ბიზინა ივანიშვილისა, ლუკაშენკოს დიქტატორულ რეჟიმს და ყველა იმ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეაში ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება, აქვთ ეს თვითწმენა და კიდევ აქვთ რომ იმარჯვებენ და ასევე აქვთ ფიქრი თუ სტრატეგია ამგვარი, რომ არას დიდებით არ შეიმჩნიონ, რომ ისინი მარცხდებიან და პირიქით სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში გაჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ შემთხვევაში ქართულ ოცნებას და იმ შემთხვევაში პუტინის რეჟიმს, უნდა სწორედ ამ დროს გამოხტებიან ხოლმე იქაური და აქაური მედვედევები და ამბობენ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად არის. აქაური მედვედევი ვინ არის არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ისე ხშირად სვამდეს რომელიმე გამობიძინებული, როგორც იქ გამოპუტინებული მედვედევი სვამს, იღებს ალკოჰოლს და პრუტუნდება, მაგრამ აქაურები სხვა მხრივ დემაგოგიის თვალსაზრისით შესაძლოა არც ჩამორჩებიან რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პრეზიდენტი იყო ერთის მხრივ დე იურე, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ვერაფერს წყვეტდა. რაც შეეხება იქაურ, ანუ ნამდვილ მედვედევს, ნახეთ ის რას ამბობს, ანუ ხანდახან ხო ამბობს, რომ ლონდონს დავბომბავთ, პარიზს დავბომბავთ, ბრიუსელს დავბომბავთ და ნახეთ რას ვიზამთ და ასე შემდეგ და მე ამის გამო თვით ტრამპის კი შეწუხდება ხოლმე და წყალქვეშა ნავებს გემებს მოაგზავნის ხოლმე ღმერთმა უწყის რომელ საზღვაო აკვატორიაში. ახლა მედვედევი ცოტა მოგზალებულია, თლათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ სეირნობს, მაგრამ სეირნობს ასე კი რა ამბობს ამას ჰელსინკი, ფინეთი, რომლის დაპყრობაც გასულ საუკუნეში საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა კავშირს უნდოდა სრულად
და ახლა კი ფინეთი ტერიტორიები დაკარგული ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირმა მართლაც გამოღწა, წაკბინა კი არა, წაღლიტა, გამოვართვა, წაართვა, გამოვართვა არ არის სწორი სიტყვა, წაართვა ტერიტორიები, კარელია იგულისხმება. ხო, მაგრამ ეს არის ფეხზე მდგომი ქვეყანა, რომელიც ახლა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და არც არაფერი აშიდებს, არა მარტო იმიტომ, რომ ნატოს მეხუთე მუხლი მას იცავს და ნატოს ქოლგის ქვეშ არის, არამედ იმიტომაც, რომ ის თვითკმარი სახელმწიფოა და 10 წლეულების განმავლობაში აშენებდნენ ფინელები საკუთარ ამ სახელმწიფოს, ამგვარ სახელმწიფოს, უჭირდათ ხშირად, განა არა. ურთულესი პერიოდი იყო 70-იან წლებშიც, საბჭოთა გავლენები იყო მძლავრი და მძლავრი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ეს არის არც თუ შორეულ წარსულში ნეიტრალური, ახლა კი უკვე ნატოს წევრი სახელმწიფო და მედვედევი მასზე, ანუ ფინეთზე ამბობს, ფინეთი ჰელსინკი ომისთვის და სავარაუდოდ რუსეთზე თავდასხმისათვის ემზადება, ტყუილია ეს. არანაირი მეორე ფრონტი არც ფინეთიდან, არც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან, რომელიც ემიჯნება თუ ესაზღვრება რუსეთს, არ გაიხსნება რუსეთის წინააღმდეგ. ისიც საკმარისია, მოდი ასე ვიტყვი, რაც ხდება პირველ ფრონტზე და პირველ ფრონტზე, აქ ეკითხარით კიდეც, რუსეთი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს და პირიქით და ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უკვე დაწესებულები და ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დასაწესებელი შეერთებული შტატების და ევროპის ძალისხმევით მოქმედებს და მომავალში ამოქმედება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთს არათუ რაღაც შიდა წარმოების ზრდა და მათ შორის უმრავლეს შემთხვევაში ყალბის ფურცელზე ზრდა, არამედ ჩინეთთან უფრო მსხვილი და სერიოზული ალიანსიც კი ვერ გადაარჩენს. მე აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა განმოაცხადა, რომ ის რეალურად ეს გამოაცხადა, რომ მეორე გეოსტრატეგიულ ცენტრს ქმნის, მის გარშემო შემოკრებილი ზოგიერთი სახელმწიფო საკმაოდ მყიფე პოზიციაზეა, საკმაოდ გაორებულია და საკმარისი იქნება ინდოეთიც მეთქი ასე გაუბედავ და ვიტყვი, საკმარისი იქნება შეერთებული შტატების არც თუ პატარა, მაგრამ გარკვეული ძალისხმევა, რომ ინდოეთიც სხვა ქვეყნებზე რომ აღარაფერი თქვა, ისინი მიატოვებენ გეოპოლიტიკურ, გეოსტრატეგიულ ცენტრს პეკინისა, რომელშიც თუ მელთანაც მიკედლებულია რუსეთი და ისინი დაბრუნდებიან იქ, სადაც კეთილდღეობა მეტია და ძალაც როგორც ასეთი გაცილებით მეტია. მოკლედ რუსეთი ვერ იმარჯვებს, მაგრამ არც იმის თქმა მსურს, რომ რუსეთი მარცხდება. სირსკის თუ დაუბრუნდებით, სირსკი ამბობს და ორბანზე ოდნავ მოგვიანებით, რომ სულ 28,790 ჯარისკაცი დაკარგა გასულ თვეს, ანუ აგვისტოში რუსეთმა 30,000 კაცის დაკარგვა, ეს ნიშნავს დაახლოებით 7,500 კაცის დაკარგვას და წარმოუდგენელი დანაკარგია ეს რუსეთისათვის. მე არ მგონია, რომ რუსი დედები და ამეუღლეები ხტებიან და პუტინს ჩაუხტებიან მოსკოვში, ჩაუხტეთ პუტინ ბატონსა გააკეთებენ, საერთოდ ოდესმე, მაგრამ დამატებითი ეკონომიკური სანქციები, რომლებიც მოსკოვსა და პეტერბურგს ნაკლებად, ხოლო ომსკსა და მურმანსკს მეტად და ჩელიაბინსკს მეტად და კიდევ ყრუ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დაეტყობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, რომლებიც საკმაოდ მდიდარია და იქით კვებავენ რუსეთის ცენტრალურ ნაწილს, მოსკოვსა და პეტერბურგს, რომელიღაც ეტაპზე ეს გარკვეულ დეზინტეგრაციულ პროცესებს უთუოდ გამოიწვევს, რისის შენარჩუნებაც პუტინს მაინც ვიტყვი კი ეცდება, მაგრამ საკმაოდ გაუჭირდება. აქვე უნდა გავიხსენოთ ეკონომიკური სანქციების თემაზე საკითხზე მეორე ნაწილი, მეორე ამბავი და მეორე ამბის თანახმად შეერთებული შტატების ფინანსთა მდივარი ბატონი ბესენტი ამბობს შემდეგს. იცით თქვენ, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, ან ბევრს აკეთებს და ევროპას მოუწოდებს, რომ შეწყვიტეთ, ეს არა და არ გამოვიდა ამასობაში, შეწყვიტეთ ყოველგვარი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ნავთობით და გაზით, სარგებლობა, რუსული ნავთობისა და გაზით სარგებლობა და ერთად შევუპირისპირდეთ რუსეთს როგორც იმპერიას და შეერთებული შტატები, მოდი ასე ვიტყვი, აწვება უკაცრავად სიტყვისთვის ევროპას. ევროპისათვის ამის გადაწყვეტა არის საკმაოდ რთული, აქვე ვაღიარებ, მით უფრო, როდესაც ალტერნატივები ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის
მათ შორის ალტერნატივები კანადიდან და მათ შორის ალტერნატივები პირველ ყოვლისა შეერთებული შტატებიდან, მაგრამ მე სამი მხრივ თუ ევროპას უნდა და ევროპას გასიგრძე განებული აქვს, რომ საფრთხეები რუსეთიდან მართლაც რეალისტურია და რუსეთი იკვებება, რუსეთი საზრდოობს, რუსეთი ძლიერდება მათ შორის ევროპიდან მიღებული თანხებით, ნავთობის და ბუნებრივი აირის თანხებით, ევროპას არა ხვალ და ზეგ, მაგრამ მოუწევს ამ მისთვის მძიმე გადაწყვეტილების მიღება, პირველ ყოვლისა ალტერნატივების მოძიება, პირველ ყოვლისა შეერთებული შტატებიდან და უკვე შემდგომ მაგრატლის აღება და ჩაჭრა იმ ეკონომიკურ ბიზნეს წინა ურთიერთობებისა, რომლებიც მას შენარჩუნებული, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და აქვს შენარჩუნებული აქვს. რუსეთთან ერთის მხრივ ეს ბაიდენის პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ჩანდა, ერთის მხრივ შენ ეომებოდე, ამბობდე რომ მომობ რუსეთთან და მეორეს მხრივ ამავე რუსეთიდან იღებდე გაზსა და ბუნებრივ აირსა და ნავთობს, ცოტა ერთმანეთთან შეპირისპირებული მიდგომები, პრინციპები და იმის მადასტურებელია, რომ შენ კარგად არ გაქვს გაცნობიერებული, გასიგრძე განებული, რაოდენ სერიოზულ ბოროტებასთან გაქვს საქმე და რაოდენ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნის რუსეთი ადრე იქნება თუ გვიან. ამასობაში ტროას ცხენი ორბანი გამოხდა, ხოშის მედვედევის მაკაცია და ერთად ურახუნებენ ხოლმე, ამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა მარტო ჩემთვის ქსელში იწერება, თორე ეხლა მე არც უნგრეთის ქავრობიდან მაქვს ინფორმაცია და არც მედვედევის აპარატიდან. მოკლედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩარტყმა უყვარს ხოლმე მედვედევთან ერთად, გამოხდა და თქვა, რომ ევროპასო, ნახეთ როგორ გავს პაპუაშვილის ასე მაგალითად ან კობახიძის განცხადებებს, ევროპას ღირებულებები დაკარგული აქვსო და ნამდვილი დასავლური ცივილიზაცია ახლა ცენტრალურ ევროპაშია შემორჩენილიო. ერთი უნდა ჰკითხო, უნდა უნგრელი ჟურნალისტი იყო, მოიხელთო ეს ტროას ცხენი კაცი და უნდა ჰკითხო, ვის გულისხმობს ცენტრალურ ევროპაში, რომელ სახელმწიფოს უნგრეთის გარდა, ისიც რამდენად არის ასე სახელდასადები, რომ ის ცენტრალური ევროპა ცოტა გაურკვეველია, მე თუ მკითხავთ კი რა, ესეც არის უფრო აღმოსავლეთ ევროპა და არა ცენტრალური, მაგრამ კარგით ახლა ბატონი ორბანის გეოგრაფიის მასწავლებლობას თქვენის ნებართვით მე და არც არავინ არ უნდა შეითავსოს და მეც ვერ შევითავსებ, ხო? და ერთიც ამბავიც, ტრამპის თაობაზე ერთი ამბავი, არავინ ყოფილა რუსეთთან მიმართებით ჩემზე უფრო კაცი, მაგრამ მე არ კმაყოფილდები იმით, რაც ხდება, ამბობს ტრამპი. ეს არის საშინელი დანაკარგი კაცობრიობისათვის, ამიტომ არა, მე არ ვარ მოხარული იმით, რაც ხდება უკრაინაში, ფიქრობ ეს დარეგულირდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჯერა ჩვენ გადავწყვეტთ ამ საკითხს. ევროპელი ლიდერები კვირის დასაწყისში ეწვევიან შეერთებულ შტატებს, რათა განიხილოთ უკრაინის ომის დარეგულირების გზები. მე უახლოეს დღეებში პუტინთან ვისაუბრებ და პუტინთან სასაუბრო რა არის საბოლოო ჯამში ბევრი შემოსწრება პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის ამ შანსსაც კიდევ ერთხელ ებღაუჭება, მოდი ასე ვიტყვი. გავაკრიტიკოთ თუ გდებათ, პრობლემა არ არის, მაგრამ მე ასე ვაფასებ, რომ ეს არის ჩაბღაუჭება შანსთან, ამასობაში მე მგონი ეს გამოდი რა და გაჩვენებთ ახლოდან, გაგაცნობთ, სახელის დავარქვათ თუ გნებავთ. და რა არის სასაუბრო, რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, ვალოდია, შეწყვიტო ცეცხლი წინააღმდეგ შემთხვევაში და უკვე ტრამპისთვისაც იწურება, ეს დენჯერა აქვს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მეორადი სანქციები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრად დაგელაპარაკებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას ჩვენ შევაიარაღებთ, ნატოს გავლით თუნდაც, წინააღმდეგ შემთხვევაში და ასე შემდეგ, იმდენჯერა აქვს პრეზიდენტ ტრამპს ეს ნათქვამი, რომ ვფიქრობ თუ ბოლო არა, ერთ-ერთი ბოლო სიტყვა იქნება ამ შინაარსისა ლაპარაკის შემთხვევაში პუტინთან. პუტინი, კაგებეშნიკი, ცხადია ეცდება მის მიბოლებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი მართლაც ყველაფერს აკეთებს მშვიდობის დაპყრებისათვის, თუმცა პუტინსვე და არა მხოლოდ მას აქვს ნათქვამი, რომ რუსეთი ვიდრე SVO-ს ფარგლებში მიღწეულ კი არა დასახულ ამოცანებს არ მიაღწევს, რუსეთი არაფერზე დაიხევს უკან და ეხლა კიდევ ერთი ამბავი, კრემლის პროპაგანდისტი Russia Today-ს მთავარ რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ მას მძიმე დაავადება დაუდგინდა, რის გამოც ოპერაცია ელისა. როგორ შეიძლება ადამიანზე ერთ ცხვირაზე ორ ყურაზე, თუნდაც ერთ ცხვირაზე, მაგრამ ცალ ყურაზე, ცალ თვალაზე თუ
უძარღვოზე იფიქრო კაცმა პატიოსანმა რომ ჩაძაღლებულა ეს ადამიანიო, მაგრამ მარგარიტა სიმონიანი იმ არ ვიცი ასეულშია ალბათ სოფლიოს პირთა შორის, მოქალაქეთა შორის, რომლის ჩაძახლებაც ამ თავისუფლების მოყარი ადამიანებს გაუხარდებათ, მომიტევოთ ყველამ, ვინც ქრისტიანული მორალით ახლა მე შემოვხედავს და იტყვის ეს დასაშინელება თქვა ირაკლი ტაბლიაშვილმა. დიახ, ჩასაძაღლებელნი არიან პირები, რომლებიც პირველ ყოვლისა საქართველოს, უკრაინის რასაკვირველია და საერთოდ ნებისმიერი თავისუფლების მოყვარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგალითად სიმონიანი გვებრძვის ჩვენ, ებრძვის უკრაინას და მის სამშობლოდ არ წოდებულ დედასამშობლოს არ უწოდებს სომხეთს, დედასამშობლოს, სამშობლოსაც არ უწოდებს, მაგრამ მის წინააღმდეგაც იბრძვის და მე მგონი ამით ამოვწუროთ ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგი და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს არ გამოვიდა ამასობაში. ნახეთ. როგორი საყვარელია. გავუშვებ. იქნება ჩავიდეს მოსკოვამდე და როგორ საკმაოდ ჩხამიანია ამბობენ, თუმცა არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ხო, სულ ნივთიერებს გამოყოფსო და იქნება მოხდეს კიდევ ერთი ჩასაძაღლებლის და მთავარ ჩასაძაღლებლის პუტინის ხმელთმა უწყის რა ხდება, ხო? პუტინის ჩაის ჭიქაში თუ შხამი აქვს ამ პატივცემულს. ნახვამდის.